მოგესალმებით მეგობრებო. დღეს იქნება ვლოგი იმის შესახებ, თუ როგორ დავიკელი წონაში 5 კვირაში 9 კილო ნახევარი, თითქმის 10 კილო. ნაწილად იქნება ჩაწერილი ეს ვლოგი. პირველი ნაწილი ჩავწერე მაშინ, როცა ვიწყებდი ჩემი წონის კლების გზაზე სიარულს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას ვაკეთებდი ხელის კანკალით, რადგან ძალიან ბევრჯერ დამიწყია წონასთან ბრძოლა და ძალიან ბევრჯერ მიმიტოვებია შუა გზაზე და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მე შევძლებდი, ამიტომ ძალიან მორიდებულად და მოკლედ ეცადე ჩამეწერა იმ წუთის ყოფა, განწყობა და მდგომარეობა ჩემი და ახლა უკვე 6 კვირის შემდეგ როცა მე დავასრულე პირველი ეტაპი და გადავედი მეორე ეტაპზე, განვაგრძობ და დეტალურად მოგიყვებით, რა გავიარე, როგორ გძნობ თავს, როგორ დავიკელი, რად დამინჯდა ეს ყველაფერი და ვინ არის ამ ყველაფრის თავი და თავი და ვის უნდა გაუწიო რეკომენდაცია. გამარჯობა მეგობრებო, ეს უკვე მესამე მცდელობაა ვლოგის ჩაწერის YouTube-ის ფორმატისთვის და ვეცდები ეს მაინც მევიყვანო ბოლომდე, იმიტომ რომ წინა ორი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. რამდენადაც წარმატებით გამომდის Instagram-ისთვის ვლოგების და ვიდეოების გადაღება, მონტაჟი, იმდენად გამოუცდელი ვარ YouTube-ის ფორმატისთვის, ეს იქნება პირველი მცდელობა. და იმედი მაქვს, რომ მკაცრად არ განმსჯით, ასევე იმედს დავიტოვებ, რომ ბოლომდე მივიყვან ამ ვლოგის წარმოებას. 2-3 დღის წინ გავიკეთი ანალიზები და საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზე გავდივარ, არის შაქრიანი დიაბეტის რისკი, იმდენად მომატებულია ჩემი ნიშნულები რეფერალური საზღვრების ფარგლებს ზემოთ. განახლების პროგრამა ემსახურება მენტალური და მეტაბოლური პრობლემების მოყარებაში, დისციპლინის ჩამოყალიბებაში, წონაში კლება ეს არის ბონუსი, რომელიც ამ პროგრამას ახლავს თან. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, მიმეღო მონაწილეობა თუ არა ამ პროგრამაში, პირადი კონსულტაციაც გავიარე, რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდგომ განახლების პროგრამაში ჩავერთვე. დღეს არის დღე პირველი რამდენიმე საათი გაღვიძებიდან თავს საკმაოდ სუსტად გრძნობდი, თუმცა საკვების და ყავის მიღების შემდეგ ყველაფერი დარეგულირდა. გადასარევად და შრომის უნარიანად ვგრძნობ თავს. 6 საათზე მაქვს ვახშამი. ახლა წავაყოლებ ბევრ ბოსტნეულს, რომ ძალიან კარგად ვივახშმო. კარგად და ნაყოფიერად. ანალიზების ჩაბარების შემდგომ, სადაც ძალიან კრიტიკული მაჩვენებლები მქონდა და ძალიან ახლოს ვიყავი შაქრიანი დიაბეტის რისკთან და ინსულინ რეზისტენტობასთან, გადაწყვიტე განახლების პროგრამაში ჩართულიყავი. გავიცანი ქეთევან მიქაუტაძე, ეს არის განახლების პროგრამის დამფუძნებელი, რომელიც მოღვაწეობს ამერიკაში. მან შექმნა ეს პროგრამა, წარმატებით ახორციელებს დღემდე. ყველაზე მეტად რაც მომეწონა განახლების პროგრამა არის სამუდამო. ეს არ არის ნუტრიციოლოგის ან ფიტნეს ტრენერის მიერ დაწერილი ერთკვირიანი და ორკვირიანი პროგრამა, ეს არის სამუდამო პროგრამა, რომელიც გაძლევს უამრავ ზღვა ინფორმაციას, რომელიც გიყალიბებს და გეხმარება დისციპლინაში. მუდმივად შეგიძლია შენ ცხოვრების განმავლობაში იყო ამ პროგრამაში ჩართული. ეს ყველაზე კარგი რაც მომეწონა. მომეწონა ყურადღებიანი მიდგომა ქეთისგან, რომელიც კონსულტაციებზეც და კონსულტაციების შემდგომაც მუდმივ დიალოგს აწარმოებს შენთან, მუდმივად ინტერესდება შენი მდგომარეობით, როგორ გძნობ თავს, ამან რა გამოიწვია, ეს საკვები როგორ მიიღო შენმა ორგანიზმმა, მუდმივად გაწვდის უდიდესი ნიშნულობის ინფორმაციას საკუთარ ჯანმრთელობაზე, რომელსაც ურგცელებში ვერსად ვერ ნახავ. პირველი 2-3 დღე ძალიან მიჭირდა. ამ დღეს მე ძალიან თავისუფლად მიეჩვია და ადაპტირდა ჩემი ორგანიზმი. კვება არის შემდეგნაირად დაყოფილი, იღებს ცილას, ბოსტნეულს, ნეულიც 2 ეტაპად იყოფა, 2 ნაწილად. შეუზღუდავი ბოსტნეული და შეზღუდული ბოსტნეული ასრულებ დესერტით, ანუ ხილით. ხილი აღმოჩნდა ის დეტალი, რამაც ძალიან გამიადვილა 6 კვირიანი კლების ფაზის გავლა, სადაც საერთო ჯამში როგორც უკვე მოგიყევით და გითხარით, დავიკელი 10 კილოგრამი. ხდება კლების ფაზის შემდგომ.
კლების ფაზის შემდგომ 53 დღეს გადავედით უკვე შენარჩუნების ფაზაზე, რომელიც არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, საყურადღებო და შეიძლება ითქვას რთულიც, ვიდრე თავად კლების ფაზა, როცა შენ რაღაცები შეზღუდული და ამოღებული გაქვს რაციონიდან. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ შენარჩუნების ფაზაში როგორც მივხვდით, ინარჩუნებს წონას. საუკეთესო მეთოდი და პროგრამა, რაც მე აქამდე მინახავს. ყოველდღე აღარ მინდა ამ პროგრამის იქით სადმე წასვლა. მუდმივად ვეძებდი რაღაც სანდოსა და საიმედოს და როგორც იქნა მივაგენი განახლების პროგრამის სახით. 6 კვირის შემდგომ როგორია ჩემი მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ წონაში დავიკელი და ვიზუალურად ძალიან მეტყობა, ვგრძნობ თავს იმედიანად, ადლიერების გრძნობა გამიჩინა და განმივითარა განახლების პროგრამამ. თავს გრძნობ საოცრად მსუბუქად, აღარანაირი ტკივილი ფეხებში და ხერხემალში. მთელი ეს ენერგია, რასაც ნამცხრების, ტორტების და სხვადასხვა დესერტის არასწორად მირთმევაში ვატარებდი, ახლა გადავიტანე შრომაში და ბევრად უფრო შრომით უნარიანი გავხდი, იმიტომ რომ მივხვდი, არ მჭირდება იმაზე მეტი საკვები, ვიდრე საჭიროა ორგანიზმისთვის საარსებოდ. ვასხივებ მადლიერებას და სიხარულს, რომელიც ამ პროგრამამ მომიტანა. მე ამ პროგრამის გავლას ვფიქრობ, მანამ სანამ სასურველ წონამდე არ დავალ. ალბათ ძალიან ბევრი კითხვა წამოვა და შეტყობინება, რადგან ეს თემა ყოველთვის ძალიან საყურადღებოა. მეგობრებო, მე არ მთხოვოთ მენიუს დაწერა, თქვენი კოუჩობა და ტრენერობა ამ საკითხში, მე ამის კომპეტენცია და ცოდნა არ მყოფნის, როც შესაბამისად. ამიტომ პოსტის აღწერაშიც და ვფიქრობ, რომ კომენტარებშიც აუცილებლად მოვნიშნავ ქეთის, განახლების პროგრამის გვერდს და სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ თავად ქეთის დაუკავშირდით. მოკლედ, დრო და დრო ვეცდები, რომ ამ თემას კვლავ გამოვეხმაურო. მადლობას გიხდით, რომ უყურეთ და გაიზიარეთ ჩემი გამოცდილება.